ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ამ მომრჩეველ საწყის ეტაპზევე ღიად უთხრა, რომ ჩაერთვებოდა საარჩევნო მარათონში გირჩი იყო, პარტია, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს მიღმა დარჩა თვითმმართველობებში ადგილის დასაკავებლად ბრძოლას გეგმავს. გირჩი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტია ან არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, ან რევოლუციისთვის. მათ არჩევნები აირჩიეს და არც დანარჩენ ოპოზიციას უმალავენ იმას, რაც მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია. გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოებში, ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი. როგორ ესახებათ 4 ოქტომბრის საარჩევნო კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე და რა შეიცვლება გირჩისთვის, თუ არჩევნებში ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან. სანდრო რაქვიაშვილი აქტუალური თემის სტუმარი. სანდრო, საღამომშვიდობისა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. გირჩი იყო პირველი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, ვინც საუბრობდა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციას ჰქონდა შანსი მოეგო თბილისში არჩევნები, თუ კი მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებოდნენ და მახსოვს ამ სტუდიაშიც არაერთხელ გითქვამთ თქვენც და იაგოსაც შეგითავაზებიათ კიდეც კანდიდატები ამა თუ იმ თქო სახელი და გვარით. ამჯერად ალაპარაკდნენ ფაქტია სხვაებიც, ხომ ნახავთ იგივე ირაკლი კუპრაძის განცხადებას. რამდენად შესაძლებელი არსებული შიდა დაპირისპირების პირობებში, მაშინ ასე გკითხავთ, რომ მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება თუნდაც აი ამ ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური სისტემა და უცნაურად გამოიყურება. ჩვენთან რატომღაც ცუდია თუ პარტია შედის პარლამენტში და პოლიტიკოსი პარლამენტში მუშაობს. ეს რაღაც ცოდვად ითვლება. ჩვენთან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა თუ რა პარტიამ, ეს განხილვის საკითხი უნდა იყოს თურმე. იმიტომ მე მესმის რომ შეიძლება არჩევნები ცუდად ჩატარდეს და თქვათ აი რაღაც მივიჩნიოთ რომ მთავრობა პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ როგორც კი ამას ამბობ, თუ ამის გულწრფელად ჯერა, ეს ნიშნავს რომ შენ უკვე უარს ამბობ პოლიტიკურ ბრძოლის ინსტრუმენტებზე და გადადიხარ თქვათ რევოლუციაზე. შეიძლება ეს არ ნიშნავდეს რომ მაინდამაც ქუჩაში უნდა გამოვარდეთ რაღაც დაამტრივო, მაგრამ თუმცა ამ ტიპის მოწოდებებიც იყო, რომ რევოლუციური სცენარისთვის გარკვეული სუბიექტები და ცალკეული აქტორები იყვნენ მზად. ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამასაც მომზადება ჭირდება, რაღაც ტიპის მუხტის დაგროვება ჭირდება, რაღაც ტიპის საქმე არის, ხო, რევოლუციონერობა. მაგრამ როცა ამბობ რომ არა ჩვენ რევოლუცია არ გვინდა. პარლამენტში ჩვენ არ ვიქნებით, მთავრობა არალეგიტიმურია, თან გადასახადებს იხდი და ამ პარლამენტის მიღებულ კანონებს ემორჩილები. ეს რაღაც უცნაური თამაშია, რომელიც ჩემთვის სრულად გაუგებარია. ამას რაღაც სპეციფიკური სახელი ალბათ არც აქვს. ყოველთვის პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ზუსტად ამის საწინააღმდეგო, როცა ხალხი ლაპარაკობს, როცა პარლამენტში რაღაც ასთა სხვადასხვაობა, ჩხუბია და მინიმუმ რომ უმცირესობაში იყო, შენაჩვენა ამორჩილოს, რომ აი შენ რო ყოფილიყავი მთავრობაში, როგორ მოიქცეოდი. ამიტომ ჩვენთვის მოდი ბუნებრივი იყო ის ამბავი, რომ რაღაც შემდეგი არჩევნები მოდის და არჩევნებში მოწლება უნდა მივიღოთ. თუმცა ნახეთ, როდესაც იგივე ლელომ მხოლოდ დისკუსია შესთავაზა ამ შემთხვევაში, ხომ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს, საკმაოდ მძიმე განცხადებები წამოვიდა მეორე მხრიდან და ფაქტობრივად აუკრძალეს, ასე ვთქვათ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაშლა. ცხადია, თვეები ტყუილში ამყოფინეს საკუთარი ამორჩეველიც. თვეები ყვებოდნენ, რომ ეს პროტესტია, რომელიც აიხა ცოტას და დაამხოთ ქართულ ოცნებას. ეს პროტესტი სულ უფრო და მცირეწლოვანი ხდებოდა და ლელო ის პარტია დისკუსია კი არა, რომელიც მოკლა დისკუსია მედიაში. ორი ოპოზიციური ტელევიზია იყო და ორივე იყიდა და გაანადგურა იქ სიტყვის თავისუფლება. რა დისკუსიაზე ლაპარაკობენ ლელო? რა დისკუსიაზე საუბრობენ სანდრო და საუბრობენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც მათ აქვთ, არ ამბობენ ჯერჯერობით ამკვეთს და ალბათ სავარაუდოდ საომალოდ ეს გახდება ცნობილი, ამბობენ რომ აი ამ სოციოლოგიური კვლევის შედეგად 4-ჯერ მეტ ამომრჩეველს ოპოზიციურ სპექტრიდან სურს რომ მათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი მივლენ, ანუ ამ შემთხვევაში ამორჩევლენ და ელექტორატი მივიდა და პოზიციები არ გააჩნიათ და კვლევა დაადგინეს და ამიტომ შესვალე ეს თვითონ იყო პრინციპულები და არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ, არალეგიტიმურ ცესკოს არ ემორჩილებოდნენ და ასე შემდეგ. ან ხოდებით, ან პრობლემა ის თქომარიოს რომ ხო, ანუ სხვა პრობლემებია. თუ იქნება მსჯელობა, თუ იქნება საერთო კანდიდატზე მსჯელობა, საინტერესო არის გირჩი რამდენად მიიღებს თქვათ მონაწილეობას აი ამ მსჯელობაში და რამდენად არსებობს იმის რესურსი, თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით, რომ ითანამშრომლოთ ამა თუ იმ პარტიასთან, ან ვისთან განიხილავთ თანამშრომლობას, თუ ვთქვათ ლელომ გადაწყვეტა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ან გახარიასთან თუ განიხილავთ თანამშრომლობას. თავისთავად თანამშრომლობა შეუძლებელი სამ ლაპარაკი არ დაიწყება. მე ზოგადად ეჭვმეპარებ, რომ ლელო დისკუსიას გახსნის. მე ეჭვმეპარებ, რომ ლელო გაბედავს დისკუსია გახსნას, იმიტომ რომ ერთი წლის წინ როცა დისკუსია გაიხსნა,
მის ტელევიზიაში, ისეთი ცუდი შედეგი დადგა, რომ მე ტელევიზია ისევ დაიხურა. ამიტომ ზოგადად ჩემი კონკურენტები იმდენად სუსტად გამოიყურებიან, რომ ურჩევნიათ მარტო ისხდნენ ეთერებში და არავის არ ელაპარაკონ. თორემ თუ დისკუსია შედგება, ეს დისკუსია თვითონ გვაჩვენებს რა შეიძლება მოხდეს. ეხლა თუ აღმოჩნდა, რომ რაღაც დებატების შედეგად კონკურენტები დავიყოლიან რაღაც პოზიციაზე, რომელიც ჩემთვის მისაღებია, ან პირიქით მოხდა, მე დავინახრო ჩემი პოზიცია მსტარია, მაშინ შეიძლება მაყურებელმაც დაინახოს და ამორჩეველმა, რომ პოზიციები დაახლოვდა და რამე თანამშრომლობა შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური პარტიები, რომელიც ასე კლავენ სიტყვის თავისუფლებას დისკუსიას, რაც არ უნდა ილაპარაკონ თვითონ, თავისი ქმედებებით კლავენ დისკუსიას, მათთან თანამშრომლობა ყოველდღე წარმოუდგენელია. და ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ილუზია, რომ ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია, ასეთ ახალი ფურცლიდან რომ დაიწყოთ, თქვათ, უსტიკდება ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის დანარჩენ ნაწილთან და წევრებთან არის ამის რესურსი, თუ გაქვთ სანდოობა, არ გაქვთ, თუ რატომ დიდი ხანია ამ ხალხს ვიცნობთ, დიდი ხანია ვიცნობთ, ბევრი რაღაც გაგვივლია მათ შორის ერთად, ლელოსთანაც, ნაცებთანაც, გახარიევთანაც და ასე შემდეგ და დიდი ხანია ხელი ჩაქნეული გვაქვს ამ ხალხზე. რა თქმა უნდა, ყველამ შეიძლება გამოსულოს. ქრისტიანი ხალხი ვარ და ბოსტობას ვაპატიებთ რომ მოინანიონ, მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს ამისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინე, რომ ასეთი სიტუაცია ოპოზიციაში ხელს უწყობს ქართულოსტების დამარცხებაში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გავძლიერდით. ჩვენ ვიწრო პარტიული ინტერესები გვაქვს ამ არჩევნებზე. ვიპოვოთ პატრიოტული ხალხი რეგიონებში, რომ კიდევ უფრო მეტი ხმა გქონდეს რეგიონებში, რომ მე ეს ქსელი ავაწყოთ და საპარლამენტო არჩევნებზე ბეროთ ძლიერები ვიყოთ. მე არ მაქვს ილუზია, რომ ქართულოსტებას ჩემი პარტიის რესურსები დავამარცხებ. მე მინდოდა კიდეს რომ დავიმარცხებინა დიდ ქალაქებში, იმიტომ რომ შეგვეცვალა პოლიტიკური სისტემა, მაგრამ ამის ჭირდება რომ თელი ოპოზიცია იყოს ორგანიზებული, კოორდინაცია იყოს რეალური და არა ის რაღაც სამძრობში რაღაც აწყოს ხოლმე კოორდინაციას პერიოდულად, რომ დისკუსიები, დებატები იყოს მათ შორის იმაზე რა იდეით და რა ადამიანებით უნდა გავიდეთ. ანუ იწუნებთ ოპოზიციის ქმედებებს, იწუნებთ იმ ფორმატებს, რა ფორმატებიც ამ დრომდე არსებობდა ოპოზიციაში, მათ შორის წინააღმდეგობის პლატფორმას, მახსოვს თქვენი განცხადები ეგრეთ წოდებულ ქართულ ქარტიასთან დაკავშირებით და პროგნოზსაც აკეთებდით. რესურსი რამდენად არ არსებობს ფაქტობრივად, რა მოუტანა ან თუნდაც ამ ქარტიამ და გაერთიანებებმა, ან როგორ ხედავთ თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციის მომავალ თუ კი თვითმმართველობის არჩევნებზე იტყვიან საბოლოო დუარს. მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ როგორც ჩანს, ბოლომდე არ აქვთ მიღებული, მაგრამ არ გეგმავენ ამ ეტაპზე გასაჯაროებას. მე ზოგადად ეხლა თუ პარტიას იმდენი გამბედაობა არ აქვს, რომ თავის პოზიცია ღია დააფიქსიროს და სხვების ბულინგის ეშინია, მე მგონი დიდ ღირებულება არ აქვს ასეთ პარტიას და მიიღებენ თუ არ მიიღებენ მოწლებას, ჩემთვის სულ ერთი არ მიიღო და უკეთესი იქნება უფრო მეტ ადამიანს გავიყვან მართლა საკრებულოში და ჩემი პარტია უფრო ძლიერი იქნება შემდეგი არჩევნებისთვის. მეორე მხრივ, ახლა ბუნებრივია უკეთესი ასე კონკურენცია აქვს, დისკუსიები, დებატები, იმიტომ რომ მე შეიძლება იმიტომ რომ კონკურენტები არ ყავს, ბევრი ადამიანი გავიყვანო, მაგრამ ასეთი გამარჯვება მაინც უფრო სუსტი იქნება. არა, უბრალოდ მე მირჩევნია დებატებში გავამარჯვო, დავამარცხო ჩემი ოპონენტი, რაც უფრო ძლიერია ჩემი ოპონენტი, მით უკეთესია ჩემს რომ დავამარცხო, კიდევ უფრო დიდი რეპუტაციით შევალ. სატელევიზიო დებატებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა მედია დებატები უკეთესია. თუ კი წამოვიდა ლელოსგან შეთავაზება თქვენი მისამართით მათ შორის, როდესაც დისკუსიის გახსნაზე და გაშლაზე არის საუბარი. მიიღებთ ამ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პრობლემა დისკუსიის უნდა წყდებოდეს. ამიტომ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნებისმიერი პარტიის მიმართ ჩვენ სულ საუბრობთ. და პირიქით, მაგალითად ლელოს პოლიტიკოსებს ჩვენ ტელევიზიაში ხშირად ვიწვევთ და ისინი უარზე არიან, თორე ჩვენ აქეთაც მოვიწვევდით, რაც შეგვიძლია და სიამოვნებით მივალ, თქვენ ეთერი იქნება თუ სხვა ტელევიზიის ეთერი იქნება, დისკუსია გავმართოთ. არა მარტო ლელოს და გახარიევზე, ქართული ოცნება რო იყოს კიდევ უკეთესი ალტიფოსთან დებატებიც ქონია და ასე შემდეგ. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, შეიძლება საერთოდ შეუთავსებელი პოზიციებიც ქონდეს, მაგრამ პოლიტიკა არის საუბარი. და საუბარზე თუ არ ვამბობთ, ეს იგი უარს ვამბობთ პოლიტიკაზე. ამიტომ ჩვენ პროფესიას. საჭირო, როგორ ფიქრობთ, აი ამ ტიპის ინიციატივა ლელოს მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ვერ იმუშავა, თქვა საუმე ზურაბიშვილის შეთავაზებულმა ფორმატებმა. საუმე ზურაბიშვილის ფორმატებმა არ იმუშავებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ისედაც ამბობდნენ, რომ მსგავსი საკითხები სწორედ აი ამ ფორმატების ფარგლებში იქნებოდა განხილული. მე თქვენს მაქვს ნათქვამი, რომ სალომე ზურაბიშვილს რას ეხება, ყველა ფერდს უნდა დამთავრდება. მისი ინიციატივა არც ერთი არ იყო წარმატებული.
მე ვერ დამისახლებთ რამე ინიციატივას, რომელიც შეიძლება თქვა, რომ ეს რა მაგარი გამოვიდაო. და ჩვენ ძალიან ბევრ მის ინიციატივას ხარს ვუჭერდით, სანამ არ დავინახოთ, რომ ეს უბრალოდ არაფერში არის რეალურ პოლიტიკასთან და ეს არის რაღაც იმიტაცია საქმიანობის და როცა დავწვდით, ჩვენ ბუნებრივად ამ ინიციატივას ჩავეხსენით. მაგრამ იცით რა შესაძლოა, მე მგონი უბრალოდ თუნდაც ლელოს ალბათ ბევრს ლაპარაკობ დღეს ამაზე ეშინიათ ჩვეულებრივად ეშინიათ მე მგონი ღია დააფიქსირონ პოზიცია. თუ პოზიცია სწორია და გამართულია მე მაინც დავაფიქსირებ პოზიციას რომ მთელი ქვეყანა ჩემ წინააღმდეგ იყოს. ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსის ფუნქცია რომ იმას კი არ უნდა აკეთებს რაც უმრავლესობას უნდა. უმრავლესობა შეიძლება ცდებოდეს. პოლიტიკოსები იმით გამოირჩევიან რომ თავისი წარმოდგენები აქვს, თავისი პრინციპები აქვს და ამ პრინციპების სისტორიაში არწმუნებენ ამორჩეველს. და თუ უბრალოდ მე მეშინია ჩემი პოზიციის დაფიქსირება, იმიტომ რომ ზოგადად ცუდი პოზიცია მაქვს და მინდა ეს რაღაცა დავიცვა და ხანს სოციალურ კვლევას ჩავატარებ და ცუდი თუ არაპოპულარული პოზიცია ოპოზიციურ სპექტრში. არაპოპულარული იქნება მათ შორის შენივე ცუდი პოზიციის გამო, რომელსაც ტყუილებს რო ეუბნებოდი შენ თვითონ ამორჩეველს და რაღაც რადიკალ პოლიტიკურ პოზიციას თამაშობდი და მე უბრალოდ თქვი რომ კაი მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას ამ არლეგიტიმურ ცესკოში, მაგრამ თუ ამორჩეველი ოდნავ დაფიქრდება ლელოს ცესკოში თავის წარმოადგენელი ყავდა დანიშნული. როგორ დანიშნა ცესკოში თუ ის არალეგიტიმურია? ეს ხო სიამოვნებაში აღიარება იყო. გახარია პარლამენტშია და ფულს იღებს დაფინანსებას, რომელიც მიმოულია ხმების რაოდენობაზე. თუ არალეგიტიმურია და გაყალბებული იყო, როგორ რატომ იღებს ამ ფულს? ეს ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ხალხს და ჯერ კიდევ დეკემბერში თქვით, რომ თქვენ თუ ბოიკოტს მართლა აპირებთ, მართლა უარს თქვით დაფინანსებაზე, მართლა უარს თქვით ამ პრივილეგიებზე, უარს თქვით არჩევნებზე, ჩვენ შემოგიერთდებით, იმიტომ რომ სამდელში ქართული ოცნებას აწყობს ყველაფერი გარდა ერთი რამისა, როცა ოპოზიცია კონსოლიდირებულია და კოორდინირებულია, მართლა. რომც არასწორი ტაქტიკა იყო შედარებით ნაკლებად ეფექტიანი ბოიკოტის. თუ ყველა აკეთებს ამას, მართლა აკეთებს, სერიოზულად აკეთებს. ესეც დამაზიანებელი ქართული ოცნებისთვის. ჯობია რომ კოორდინირებულად ვიყოთ და არჩევნებში მოვიგოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ მაშინაც კი უარი თქვეს, რომ დაფინანსებაზე ყველა უარი არ თქვა, არჩევნებზე მაშინვე გასაგები იყო ლელო და გახარია როგორც მინიმუმ აპირებდა მონაწილეობას მიღებას და იდეაში ნაციონალურ მოძრაობას აპირებდა იმ მომენტში, რაც ჩვენ ვიცოდით, უბრალოდ გვარამიას რადიკალურობას გადაყვნენ, ასე ვთქვათ და შინით გამბედაობა არ ეყოთ, რომ ეთქვათ, რომ გვარამია არასწორია და არ შეიძლება ეს პოზიციის დაკავება. ამიტომ იმ მომენტშიც უკვე გვეცოდნენ ჩვენთვის ზოგადად გასაგები იყო რომ პარტიები საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ რაღაც ფორმატით. მაგრამ ნუ აი თვითონ გამბედაობა არ ყოფნით რომ ღიად ილაპარაკონ, თორემ დისკუსია რო საჭიროა პოლიტიკაში ეს ხო 2-4-4-ია. რაღა 2-3 თვით ადრე არჩევნებამდე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. 4 თვით ადრე ხომ? როცა 4 თვე დარჩა 4 ოქტომბრის არჩევნებამდე. კამპანია აგვისტოში დაიწყება. კი ბატონო, აშკარა არის რომ საარჩევნო ბიულეტენზე გირჩა არ იქნება ერთადერთი ოპოზიციური პარტია ამ შემთხვევაში. რაღაცნაირად მიხარია როგორ ვთქვით იმის გათვალისწინებით რომ არავითარი კომპრომისი ფაქტია რომ ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს. სხვა ალტერნატივა რა არსებობს? ანუ ხო გასაგებია რომ ჩვენ ხო სულ ამ კითხვას ვთვალით. კარგი, არ გინდათ არჩევნებში მონაწილეობა, არ გინდათ პარლამენტში შესვლა და რა არის გეგმა? ჯერ კი 20-20 არჩევნების შემდეგ ჩვენი ყველა კონფლიქტი დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ამაზე იყო დაფუძნებული. ვეკითხებით, რას აპირებთ? კარგი, თქვათ, აი ეს გააკეთეთ და მე რას აკეთებ და ამაზე ხო არასდროს არ არსებობდა პასუხი. უბრალოდ იყო რომ ეხა ამის დრო არის, ცოტა გვაცადეთ პროტესტი, ეს პირველი ფაზა, მეორე ფაზა, მეშვიდე ფაზა, ასე შემდეგ და მე აღმოჩნდებოდა რომ ყველამ დაიწყო რაც მამდე ლაპარაკობდა, ყველა მიდის არჩევნებზე, ან შედის პარლამენტში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვიცოდით ამჯერად 20-20 არჩევნების შემდეგ განსხვავებით ჩვენ უბრალოდ საერთოდ არ ავყევით ამ რაღაც უცნაურ აქტივობას და გადავწყვიტეთ რომ რაღაც ეტაპი კიდევ ველაპარაკებოდით ამ ხალხს, თუნდაც კულუარულად რომ იქნებ გონს მოხვიდეთ, იქნებ მიხვდეთ რომ ამას აზრი არ აქვს და იქნებ რამე კოორდინაცია შედგეს, იქნებ დიდ ქალაქებში მაინც სადოთ არჩევნები მოვიკოთ, რომ დავინახეთ რომ არანაირი შანსი არის, გადავწყვიტეთ რომ გირჩელებს მივხედოთ, ჩვენ ხარდამჭერებს 62,000 ხარდაჭერი ყავს და გვინდა რომ ისინი გავაძლიეროთ და ასე ვთქვათ გავაერთიანოთ, კიდე დამატებით ხარდაჭერები ვიპოვოთ და საბოლოო ჯამში უფრო ძლიერები, მეტი პოლიტიკოსით და მეტი ხარდაჭერით მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებზე. სანდრო, იცით რა მაინტერესებს ლელო ერთის მხრივ რაც მოვისმინეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში არადასტურებს რომ გეგმავს თუ არ გეგმავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თუნდაც იმ ინიციატივის გათვალისწინებით საინტერესო თქვენ როგორ გაიგეთ მათი ეს შეთავაზება და მოლოდინი როგორი გაგიჩნდათ?
მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციიდან საარჩევნო ბიულეტენზე იქნებიან გირჩები და გახარიას პარტია თუ მათ შეუერთდებათ ლელოც ამოცემულობა მე იმასაც ვუშვებ რომ შეიძლება ბულინგს ვერ გაუძლონ და შეეშინეთ უკან დაიხიონ მე ეს ნახე მახოციოჩი როცა სხვა პარტიები აბულინგებდნენ ლელოს და ისინი დიდხანს საჯაროდ სხვა პოზიციას აფიქსებდნენ იმისთან განსხვავებით რაც ხდებოდა კულუარულ შეხვედრებზე მაგრამ რასაც ჯერჯერობით ვაკვირდები უძლებენ ბულინგს და ცდილობენ უფრო და უფრო ეს და შეაპარონ თავისი პოზიცია ხან რაღაც ზოგადი ფრაზებით ხან ესეთი კვლევებით და ასე შემდეგ თორემ ის რაღაცნაირად ბუნებრივი ამბავია რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში იღებს მონაწილეობას ამას საერთოდ არ შეჭდება ახსნა მაგრამ ვინაიდან უცნაურ სიტუაციაში ვართ მე მაინც მოლოდინი მაქვს რომ ლელოც იქნება არჩევნებს გასაგებია უნდა გითხოთ იაგო ხვიჩას დღევანდელ პოსტთან დაკავშირებით რეგიონალური ნაც აქტივისტები ხალხს ეუბნებიან რომ წელს ლელოზე მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ გასული წლის გვარამია სპეცოპერაციის არ იყოს წელს ნაცებს და მათ ამომრჩეველს ლელოს მიუგდებენ საჯიჯგნად რის საფუძველზე აკეთებთ აი ამ ტიპის განცხადებას ეს რაიმე მტკიცებულების გათვალისწინებით თუ ზოგადად მოსმენილი ფრაზები დავდივართ კანდიდატებს ველაპარაკებით ან პოტენციურ კანდიდატებს ხარდამჭერებს და პროფესორებს არჩევნებისთვის და ჩვენის მნიშვნელოვანია მათ შორის როგორ გავაფართოვოთ ჩვენი ხარდამჭერების რიგები და ერთი მხრივ ჩვენ უნდა ქართულ თემას ავთანხმები მეორე მხრივ ოპოზიციას და როცა საუბრობდით ამ ყველაფერზე ერთ-ერთი თავი ამბავი იყო რომ აი ნაციონალურ მოძრაობას ყავს 1000-ობით ამორჩეული რომელიც უპატრონო რჩება იმიტომ რომ არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რას იზამენ ეს ამორჩეველი და ალბათ კარგი მომენტია იმისთვის რომ ამ ამორჩეველს ველაპარაკოთ და ყოველჯერ როცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენ ხარდამჭერებს ან იმ ხალხს ვის ნაციონალურ მოძრაობასთან ახლოს არიან ველაპარაკებოდით ირკვეოდა რომ ეს ხალხი ემზადება უკვე სტრუქტურულად ემზადება ლელოსთვის ხარდაჭერისთვის და ძალიან უცნაური იყო იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მიშას ფანი რო ხარ აი ხაზრაძეც ხმარატონ უნდა მისცეს საერთოდ რაშაშია ეს ყველაფერი მაგრამ გასაგებია რომ ის პროპაგანდა 4-5-9-25 ვინმეს მიეცი ხმარ დაიკარგოს რაღაცნაირად ალბათ დღემდე მუშაობს და ამ ხალხის თვალში ლელოც რაღაცნაირი ოპოზიციური პარტია რომელიც რაღაც ქართულ ოცნებას ებრძვის და ესეთი ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენთვის რომ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევის ხმების მოზიდვა უშლის აი ესეთი ბარიერები ლელოსნაირი პარტიის რომელიც ფაქტობრივად აი შანსს კარგავენ რომ მივაწვინოთ ხმარ იმიტომ რომ მათ მედიას აქვს რესურსი მივაწვინოთ ნაცმოძრაობის ამორჩეულს ხმა მაგრამ ეს მედია ჩაკეტილია თორე დისკუსიები გაიხსნას არა მარტო ლელო დაზიანდება კი რა თქმა უნდა ჩვენ ვითხოვთ რა მე არ შემიძლია მოვთხოვ მაგრამ ზოგადად თუ ისინი ამბობენ რომ მარტო პოლიტიკური პარტია არიან მათ შეუძლიათ თავის პოზიციები დაიცვან გახსნან თავის ტელევიზია ჩემი ტელევიზია ყოველთვის ღია და პირიქით მე მოუწოდებ რომ ჩვენთან იარონ დისკუსიებისთვის და თავის ტელევიზიების გახსნა არ მოდიან კონდეთ შეთავაზება და არ მოდიან როგორ არა ჩვენი პროდიუსერი ყოველ კვირა ურეკავს რომ ვინმე მოიყვანოს, მაგრამ ეშინიათ. სანდრო, თუ კი ასე გითხავთ, თუ კი არ ხარ პარლამენტში, არ მონაწილეობ არჩევნებში და ამავდროულად არ გაქვს რევოლუციის რესურსი. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამ ასეთ პირობებში პარტია რომელიც არ აქტიურობს და ამბობს უარს მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, გადადის თვითლიკვიდაციის რეჟიმში. ესეთი პარტია უბრალოდ არ არსებობს ესე იგი. სანამ გადავიდეს თუ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ, რევოლუციას არ ამზადებ, დისკუსიებს, დებატებში არ იღებ მონაწილეობას. რით ხარ დაკავებული, რაც შეიძლება იყოს გასართობი კლუბი, სადაც ახალი არჩევნების მოთხოვნით. აი რას ნიშნავს ეს მოთხოვნა? მოთხოვნა ხო პოლიტიკური თუ არის, ხო პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს, მაგალითად უნდა იყოს დისკუსიები, დებატები და არა მაგალითად ქუჩაში შემთხვევით ადამიანების, არამედ პოლიტიკოსების და პოლიტიკოსები არის ის ადამიანების არჩევნებში იღებს მონაწილეობას ან სხვა გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოვიდეს და თუ უბრალოდ მაგალითად ექსპერტები ხო არიან პოლიტიკოსები? ექსპერტმაც ხო შეიძლება მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები. მაგრამ ის ხო სხვა ტიპის მოთხოვნა, იმ შეიძლება როგორც ექსპერტმა რომ ასე უკეთეს იქნება ქვეყნის ვარა, ჩემთვის ამჭირდება, ხო? და პოლიტიკოსებმა მე მინდა ხელისუფლებაში მოვიდეო და თუ მას არც რევოლუცია უნდა და არც არჩევნები უნდა და უბრალოდ ამბობს რომ მოდით იცით თქვენ წადით ქართულ ოცნებად, ბიზნესში და ქართულში წადით, მე ჩამაბარეთ ხელისუფლება. ეს რაღაც უცნაური სპორტია, ეს არ გამოიყურება ქართული ოპოზიცია. აბა რომ შეეუბნები რომ ეს მთავრობა გადააყენეს უსინ ჩამაბარე, სესკო ჩამაბარე და მე არჩევნებს მე თვითონ ჩავატარებო, ასეთი მოთხოვნა როა დაყენებული, ამას ქვია რევოლუციური სცენარი სამდვილში, იმიტომ რომ აბა თავისით ამას არავინ არ იზამს.
არ მიხვას დგიჟი არის ამ მთელი იდეა ერთპიროვნული მმართველობის ამაში მდგომარეობს, რომ მთელი სისტემა შენია და შემოდიხარ და თქვა რომ მე უკეთესი მმართველი ვიქნები და ჩამბარდიო. ხო და მე მგონი ეს უბრალოდ არასრულად გამოიყურება. და საუბარი იმაზეც არის, მოდგულწრფელები ვიყოთ, იგივე ამომრჩეველში და არაერთხელ მოგვისმენია და დარწმუნებული ვარ თქვენც მოგისმენიათ, რომ ხვალ რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩატარდეს, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. და აქვე გკითხავ, სანდრო, გირჩის გეგმები მაინტერესებს თვითმმართველობის არჩევნებზე და სტრატეგიაც ცხადია და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ხელისუფლებაში, თქვათ, რა გეგმა გაქვთ? ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ იმაზე წინ არჩევნებზე, რომ ბევრი ადამიანს აგვეხსნა, რომ ჩვენ შეიძლება ბევრად უკეთესად ქვეყანაში ვიცხოვროთ. ჩვენ ზოგადად გვინდა, რომ ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ. არ მოგწონს ეს დაპირისპირება, ეს კოსტასური ჩხუბი, ლანძღვა და უბრალოდ ხედავთ, რომ გვაქვს შანსი ვიყოთ ბედნიერები. მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს აღმოაჩნდა სული რომ ლანძღვაში გაატაროს ცხოვრება და სიძულვილით ასე ვთქვათ იცხოვროს და ამიტომ რაღაც გაგებით ჩვენ უნდა უფრო მეტად დავაფასოთ ის 62,000 ადამიანის ხარი უკვე დაგვიჭირა და ის ხალხი ვინც ახლოს არის ხარდაჭერისთვის. სხვა მიზეზების გამო რაღაც შეეშინდა, შეეშალა და გაიაზრა ეს და შეიძლება წინა წელს სხვა პარტიას მისცა ხმა, მაგრამ აი ხო ჩვენი ამორჩეველია და ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე ერთი მხრივ ჩვენი ამორჩეველის მობილიზაცია გავაკეთოთ და მე ისეთი ხალხი გავიყოლოთ საკრებულოებში, რომლებიც ამ ჩვენ ამორჩეველს დაეხმარება. ჩვენ არ გვაქვს რესურსი რომ ნაცებს დავეხმაროთ, ქოსებს დავეხმაროთ. ამათო ამორჩეველობა თავის პარტიებს მიაკითხოს. ჩვენი ამოცანა რომ ჩვენ ამორჩეველს დავეხმაროთ, ჩვენი ამორჩეველი უფრო წარმატებული და ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაში და სხვებმა დაინახონ რომ შეიძლება ალბათ სიძულვილის გარეშეც იცხოვრო. აი საკრებულო ხო ეხლა ხალხმა არც კი იცის რა არის საკრებულო, იმიტომ რომ იქ არის მინი პარლამენტი, სადაც ნაცები და ქოსები იგივენად ჩხუბობენ. უბრალოდ სხვა შემადგენლობაა სახეობების. და ჩვენ ვაჩვენოთ რა იქნება ნამდვილი საკრებულო. როგორ მაგალითად ჩვენი საკრებულო სწორედ დაეხმარება ჩვენ ამორჩეველს, რაღაც ნებართვას აღება თუ დაჭირდა, ან შლაგბაუმი უნდა რომ ეზოში კონდეს და ასე შემდეგ. აი, ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემებში დაეხმარება და მოქალაქეებს გასაგებია. ჩვენ ამორჩევლებს რომ ეს უკეთესად იცხოვრებენ, უფრო ბედნიერები იქნებიან და მიხვდებიან რომ ჩვენ რომ საკრებულოში ყოველდა არა 1, არამედ 17 ეს სხვა ქალაქი იქნება და სხვა ცხოვრება. მე ამას მიხვდები რომ იგივე შეიძლება გავაკეთო პარლამენტის დონეზე და აი ეს არის ჩვენ ამორჩეველზე ზრუნვა ფაქტობრივად მათთან ერთად გაძლიერება, მათი გაძლიერება და რადგან ჩვენ მათ მიერ ფინანსდებით, ანუ ჩვენ სხვა კი არ გვაქვს ფულს. ისინი გვაძლიერებენ ფულს, ისინი რომ ბედნიერები და მდიდრები იქნებიან, ჩვენც ვიქნებით ბედნიერები და მდიდრები. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. სანდრო რაქვეაშვილი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იყო და იმყოფებოდა სტუდიაში და პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს.